ცისკნა ვიდეოები უნდა გადავიღოთ და რაზე ვისაუბროთ ახლა? აი ახლა დავჯექე ზუსტად ChatGPT-ს უნდა ვკითხო იდეები და ესეთი იდეა მომივიდა იმის მაგივრად, რომ სკრიპტები ვთხოვოთ, ხო არ ჯობია რომ ვკითხოთ, რა კითხვები შეიძლება დამისვა შენ, მე, როგორც ცოლს, ავხსნა ჩვენი საქმიანობა, რომ ამ კითხვებმა პოტენციურად საინტერესო ისტორიები გამახსენოს და პასუხები გამოვიდეს საინტერესო. მაგრამ ყველაზე მთავარი ჩემი აზრით, კონტენტის ღირებულება ის არ არის, რომ მშრალი ინფორმაცია გაახმოვანოს ცოცხალმა ადამიანმა. ნუ ეგეც ღირებულია, იმიტომ რომ ChatGPT რო სულ ტექსტია და ან AI რობოტი ავატარი ასე ამბობს იგივე ტექსტს, იმასთან შედარებით ადამიანის ნათქვამი იგივე ინფორმაციაც უკეთესია, მაგრამ იმდანაც ინფორმაციის ზღვაში ვართ და ყველაფერი იცის თითქოს, რომ ერთადერთი ღირებული, განსხვავებული, უნიკალური რაც შეიძლება შექმნა არის სწორ კითხვებს შენი ისტორიებით და გამოცდილებით უპასუხო. Storytelling. All ძლიერი არ არის ეს. ხო და შენი ისტორია მარტო შენ იცი და ვერავინ დააკოპირებს და მარტო შენი სხვისი არ არის. რაც უფრო მაგას ჩააჭერდა ნაკლებად იდეალურ განათებას და რაღაც მონტაჟს ამოხტომილ ის ეფექტები და რაღაცა და $1 მილიარდ რო უხდი მონტაჟის მერე ბიუჯეტს ერთ ვიდეოზე, ხო, ეგრე საინტერესოების არ ქონა, არ უნდა შეეცადა რომ დააკომპენსირო მონტაჟის ბიუჯეტით. ჯობია იგივე ძალის ხმევა და თანხა გადაიხადო იმაში, რომ როგორ გახდა უფრო საინტერესო. მაგის გარშეც რა მნიშვნელობა კონტენტის გადაღებას თუ არ ხარ საინტერესო პიროვნება, ზუსტად. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ამიტომაც ჯერ გახდი საინტერესო და მერე დაიწყე კონტენტის შექმნა. არა და ეგ ძალიან მარტივია. როგორ გავხდეთ საინტერესო? როგორ გავხდეთ საინტერესო? აი, იდეა. შემდეგი ვიდეოსთვის.